სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობაზე. მრავალი წლის წინათ ასაკოვანსა და მანამდე უშვილო იოაკიმესა და ანას პატარა გოგონა მარიამი შეეძინათ. ეს მხოლოდ მეზობლებმა შეიტყვეს, რადგან ბავშვის დაბადება ჩვეულებრივი მოვლენა გახდათ. ჩუმა და უხმაუროდ აღსრულდა სამყაროს ისტორიაში ეს უდიდესი მოვლენა. რამე თუ იშვა ის, ვინც გახდა ურთხეული დედათა შორის, უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებითი უზესაესა სერაფიმთასა, დედა მაცხოვრისა ჩვენისა მესიისა ქრისტესი. უხმაურო და საქვეყნო აღიარების გარეშე დაიწყო მისი ღვთაებრივი ძის ქადაგებაც და მოღვაწეობაც. ჩუმა და უხმაუროდ მიედინებოდა აფრიკისა და პალესტინის უდაბნოებსა და რუსეთის შორეული ჩრდილოეთის გაუვალ ტყეებში მოღვაწე განდეგილთა წმინდა ცხოვრება. სამყაროსაგან დაფარულად სრულ სიჩუმეში უახლოვდებოდნენ ღმერთს ეს დიდებული ადამიანები, რომლებიც გულმხურვალედ ლოცულობდნენ არა მხოლოდ თავიანთვის, არამედ სრულიად სამყაროსათვის. უფალს გულს უძღვნიდნენ და ამ ლოცვებით განიწმინდებოდნენ. კაცობრიობის ისტორიაში ყველაფერი დიადი და წმინდა სწორედ ასე გარე სამყაროს შფოთის მიღმა უხმაუროდ აღესრულებოდა. რატომ ხდება ასე? ყველაფერს ჭეშმარიტსა და დიდებულს რად არ ახლავს ხმაური და აღიარება? ამ შეკითხვაზე პასუხს ვიპოვით უფლის სიტყვებში, რომელიც ელია წინასწარმეტყველს განეცხადა, როდესაც იგი იეზაბელის რისხვას გაექცა. 40 დღე იარა და ქორების მთაზე მივიდა. მას უთხრა უფალმა, დარქვა, გამოხვიდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და აჰა უფალი წარვიდოდეს და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღვევდეს მთათა და შემოსწვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა და არა ქარს ამას უფალი და შემდგომად ქარის ამის ძრვა და არა ძრვას ამას უფალი და შემდგომად ძრვის ამის ცეცხლი და არა ცეცხლს ამას უფალი და შემდგომად ცეცხლის ამის ხმა იწურულისანი ავისა. ხედავთ, თავად ღმერთმა განუცხადა დიდ წინასწარმეტყველს, რომ მისი საქმეების სიწყნარეში ხმაურისა და საშიში მოვლენების თანხლების გარეშე აღესრულება. ნაზი ჩუმისიოს ქროლის მსგავსად. მუდამ გახსოვდეთ, რომ მადლმოსილი სიმშვიდე და სიწყნარე არის ბეჭედი ღვთიური საქმეებისა. ხოლო სატანის საქმეები სხვაგვარია. ისინი კაცობრიობის ისტორიაში დიდი ხმაურითა და გრუხუნით სრულდება, რაც ადამიანის გულში შფოთსა და საშინელ გაცდებს იწვევს. ამის თვალნათელი მაგალითია მრავალი ომების შემაძრწუნებელი, რომლის სისასტიკე მილიონ კეთილ ადამიანს ზარღვებში სისხლს უყინავს. თუმცა არა მხოლოდ დიდ ისტორიულ მოვლენებში მჟღავდება ღვთიური ნიშნით ან სატანური ნიშნით აღბეჭდილი მოვლენები, იგივე ადამიანის გულში ხდება. როდესაც ქრისტეს მცნებებით ვცხოვრობთ, გულს არავის ვთქენთ, სიკეთეს ვთესავთ, უფლის წინაშე ლოცვისას სინანულის სრემლებს ვღრით. ჩვენი გული სულიწმინდის ნაყოფით ივსება, რომლის შესახებაც პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ასე საუბრობს. ხოლო ნაყოფი სულის არ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სუგრძელება, სიტყვოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება. უხმაურო სიხარული და მშვიდობა აღავსებს ჩვენს გულს ჭეშმარიტად კეთილი საქმის აღსრულების, სიღრმისეული ლოცვის, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარების შემდეგ და ღიმილი თავისთავად ეფინება ჩვენს ბაგეს. თუ ღვთისწყალობით ეს გამოცადეთ, მაშინ ცოდეთ, რომ სულიწმინდის მადლით ზემოქმედებს თქვენზე და ცოცხლობს თქვენში. ეს ღვთიური საქმეების ბეჭედია. სულ სხვაგვარია ჩვენი გული, როდესაც მასზე კაცობრიობის მოდგვის მტერი ბოროტის სული ბატონობს. ასეთ დროს იგი უწმინდური, მტანჯველი, ცეცხლით იწვის და ყოველგვარ სიმშვიდეს მოკლებულია. იცოდეთ, ეს სატანას ბეჭედია. იცხოვრეთ ისე, რომ თქვენს მიერ აღსრულებულ ყველა საქმეს ღვთიური ბეჭედი ამშვენებდეს. გეშინოდეთ იმ უწმინდური და მტანჯველი ცეცხლის, რომელიც გულს ფერფლავს და სადაც სატანას ბეჭედია. იცხოვრეთ უხმაურო და მშვიდად, იშრომეთ საკუთარი ხელით. შეინარჩუნეთ მშვიდობა ადამიანებთან და ამ ღვთისათნო საქმეებში გულითადაც შესტყოვეთ შემწეობა ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, ქალწულ მარიამს, ამ დღეს მშობილს, ცოდვილი სამყაროს გადასარჩენად. ამინ. დღევანდელი დღის მადლი გვეწევოდეს. ღმერთმა დაგლოცვა და